იგი რა გვაქვს? ეს ჯოხი არის ამორფული დაივა ტურნამენტი. ეს არის ტოპ ვერსია დაივას პოლონეზის ტიპის ჯოხებში. რეგულარი ვერსია 5 მეტრიანი, ესე გვაქვს ლუიასის ევოლუცია. ესეც 5 მეტრიანი და ესეც არის რეგულარი. ახლა გავზემოთ სიმსხვეებში რა სისხლს რა არის. როგორი სიმსხვეები აქვს, ასე ვთქვათ. პოლოში ტურნამენტი არის 17-ია. ეს ლუიას რეგულარი არის 16.5 და ამორფული არის 15.5. ეგრეა. ხო, 15 და რაღაც 15.5-ია, 15 და 6 მმ. წამოვიდეთ ახლა კოჭის სამაგრთან, მაგრამ როგორია თემა ახლა ამას კი ვადარებ ამორფულს ამათ, მაგრამ ეს არის სუპერ ლაითი, წესით ეს უფრო ყველაზე წვრილი უნდა იყოს. კოჭის სამაგრთან არის 17 და 2. ეს ამორფულსი ტურნამენტი. კოჭის სამაგრთან 18 და ლუიასი არის 19. საინტერესოა. ახლა გავაკეთოთ თვითონ წვეტების გაზომვა. ჯერ ეს ქარხნულად არის ეს შემოხეული, რგოლიც არ დამიყენებია წინა წვერზე ეს ტურნამენტის. ანუ აბა ჯერ გავსინჯოთ ამორფული არის 0.7 მმ წინა წვერი. გავსინჯოთ ტურნამენტი არის 0.8 და ესეც ჩვენი ლუიასი. ჩავსი კარგად. მინუსი არა იყოს. ესეც 0.8. ანუ რეგულარებს აქვთ 0.8 და სუპერლაითს აქვს 0.7. ტესტი ამათი 0-დან 15 გრამამდე, ანუ 9 გრამიდან 15 გრამამდე შეიძლება ისროლო და ეს კიდევ 9 გრამიდან 6 გრამამდე აქვს ამას ტესტი. წონარას რაც შეეხება, ავწონე და 142 გრამი არის სუპერლაითი ამორფული. ეს ყველა რგოლი ტურნამენტი არის რეგულარი 180 გრამი, არც იყო 180 გრამი და იგივე არის წონაში ლუიასიც. 5 გრამით არის მეტი 185-ია ეს. უნდა მას ვიძახი როგორ იცი? თავის შიგნით, ასე ვთქვათ. თავის ესეთი კაფები უდევს და ყველაფრით არის, თორე ისე სარიელი ჯოხები ჩათვალე მინუს კიდე -20-25 გრამი. სარიელი ჯოხები უფრო მსუბუქი არის. ანუ ბალანსის წონა ხო უდევს, აქვე უკან ამხარეს, ამასაც უდევს, ამასაც და ამასაც. ეს ბალანსის გარეშე 120 გრამი არის. თვითონ სუფთა ჯოხი. ეს ამათაც ეგრე, 30 გრამი ალბათ აქვს დამატებული. ასე რომ ძალიან მსუბუქი ჯოხებია რა და ძალიან ძლიერები არის. თვითონ